რომელიც დღეს ევროპული საქართველოს წევრების შეხვდება იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს. ოთარ, მოგესალმებით. პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენ ახლა ეკაბესელიას უსმენდით, უმრავლესობაშიც რაღაც კითხვის ნიშნებს ბადებს ჯერჯერობით თვითონ უმრავლესობა როგორ ჩამოყალიბდება ამ პროცესის მიმართ და რა კრიტერიუმებს შეიმუშავებს უმრავლესობის უმრავლესობა თუ უმრავლესობის უმცირესობა. რამდენად იქნება ეს პროცესი იმ შედეგის მომტანი, რომელიც სურს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს პარლამენტში წარმოდგენილი სია და სისტემა, რომელიც შეიქმნა სასამართლოში. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მიმესალმებით ტელემაყურებელს. ჯერ უნდა დაისვას თავარი კითხვა, ხო? რატომ არ მოგწონს სია? ევროპულ საქართველოს აქვს თავისი კონკრეტული ხედვა ამ სიასთან ჩვენი პრეტენზიები გვაქვს, ხო? ეს არის სასამართლოს მმართველი ჯგუფი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სრულ მორჩილებაში მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე 6 წელზე მეტია, რაც ისინი არიან უპირობო მორჩილებაში ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. და შესაბამისად, თუ გვინდა ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო და ეს არის სურვილი ნამდვილად ქართული საზოგადოების, ალბათ ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის, ჩვენ ამგვარი მოსამართლეები, ამგვარი პირები არ უნდა გავამწესოთ უბადოდ უზენაეს სასამართლოში. ეს არის ამოსავალი. რაც შეეხება ეხლა ჩემ კოლეგებს უმრავლესობიდან, მათთვის რა არის მიუღებელი ამ მოსამართლეებში? მათთვის მიუღებელია, რომ ისინი ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, მაგრამ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ 6 წლის განმავლობაში ამ სასამართლო კორპუსის მიერ მიღებულ სრულიად უკანონო გადაწყვეტილებებზე. ეს არის პრობლემა, ჩემი აზრით, ვინაიდან თუ სიმართლეს თვალი არ გაუსწორეთ, ისე პრობლემის აღმოფხვრასაც ვერ დავიწყებთ, ხო? ანუ რეალობა ხომ უნდა შევაფასოთ ჯერ. ამიტომ რუსთავიორის საქმეზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება იქნება ეს კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება თუ ოპოზიციის მიმართ განხორციელებული დევნა, რაშიც ეს სასამართლო იყო ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში, ეს თუ არ შეფასდა ჩემი კოლეგების მხრიდან უმრავლესობიდან, მაშინ მათი საუბარი არის მხოლოდ ფარისევლობა და რეალურად არ ისახავს მიზნად სასამართლოს გამოსწორებას. ქალბატონი ეკას მომზადებულია მთელი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ეს კლანი გაძლიერდა. ამ კლანმა პრაქტიკულად ჩაიგდო საბოლოოდ ხელში სასამართლო ხელისუფლება. დღეს გვაქვს ჩვენ ისეთი სისტემა შექმნილი, სადაც ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვერც სააპელაციო სასამართლოში და უკვე უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდება იურისტი, თუ მას სასამართლოს მმართველი, დღეს მმართველი კლანი არ მისცემს თანხმობას. ამგვარი სისტემა ჩამოაყალიბეს და ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს სია არ მოსწონდა თურმე რაღაცები მომხდარა, ნამდვილად ამას ვეუბნებოდით ჩვენ, რომ ასე მოქმედება არ შეიძლებოდა და რეალურად არის გადაწყობილი ახლა რამდენად არის შანსი სისტემა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, თლიანად შეიცვალოს. ეხლა მე მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, ევროპულ საქართველოს აქვს თავისი ინიციატივათა პაკეტი, რომელიც ამ მოკლევადიან პერსპექტივაში არის გარკვეული გამოსავალი. ერთი, რომ უნდა შემუშავდეს კონკრეტული კრიტერიუმები მოსამართლეთა შესარჩევად, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იურიდიული განათლება და ასაკი, რომელშიც ჩაჯდება ძალიან ბევრი ამ ჯგუფის წარმომადგენელი, უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიღებული დასკვნები, კრიტიკული რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავებულია და ეხება ამა თუ იმ მოსამართლის მიერ გამოცემულ სხვადასხვა აქტებს. ეს უნდა იყოს აღებული როგორც სახელმძღვანელო, როდესაც შევაფასებთ ჩვენ ამა თუ იმ კანდიდატს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე საკითხი ეხება სიის უკან გაწევას, იმიტომ რომ არ შეიძლება პარლამენტმა განიხილოს და იმსჯელოს იმ სიაზე, რომელიც არავინ იცის ვინ დაწერა. რა კრიტერიუმით შეარჩია, რა პროცედურით. ეს როცა არის დახურულ კარს მიღმა რაღაც კულუარული მოლაპარაკების შედეგი, ესე არ შეიძლება ჩვენ მივიღოთ ასე რაღაც ფურცელი, რომელშიც წერია, რომ აი ეს სახელები და გვარები განიხილეთ, ესე არ შეიძლება განიმარტოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას გულისხმობს. ამიტომ ესია უნდა გაიწვიოს უკან საბჭომ და წარმოადგინოს ნორმალურად შედგენილი, ანუ არ გულისხმობ სახელებს და გვარებს. პროცედურა უნდა იყოს ჯერ შემუშავებული და ისე უნდა იყოს წარმოდგენილი სია. ამიტომ დადგენილების პროექტი დავარეგისტრირეთ ევროპულმა საქართველომ, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ამ საკითხზე. შემდეგი თემა უკვე ეხება
თვითონ პროცესს იურიდიულ კომიტეტში. აქ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც უნდა შევიდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის, ადვოკატ ასოციაციის წარმომადგენლები და ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. უნდა იყოს კონკრეტულად გარანტირებული დროები საპარლამენტო ჯგუფებისთვის, რა თქმა უნდა, ევროპული საქართველოსთვის, საპარლამენტო უმცირესობისთვის, ყველა სხვა ფრაქციისთვის, რომ კანდიდატს გავესაუბროთ, კითხვები დაუსვათ, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია ვის ნიშნავენ უზენაეს სასამართლოში პარლამენტარები, ხო? ამიტომ ეს საკითხი არის ცალკე გასაწერი, ასევე პლენარულ სესიაზე უნდა იყოს ღია პროცესი და კითხვების დასმის საშუალება უნდა იყოს კანდიდატებთან და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მონახაზის დონეზე, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, ეს ეხება ამ სისტემის გახსნას. დღეს სასამართლოს მმართველ კლანს აქვს ექსკლუზივი. ვისაც ისინი არ ჩათვლიან საჭიროდ, ვერ მოხვდება ვერც უზენაეს სასამართლოში. ამიტომ ეს რაღაც მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. არსებობს სხვადასხვა ვარიანტები. ჩვენ დღეს შევთანხმდით ქალბატონ ნაზისთან და ქალბატონ ანასთან, რომ უმცირესობის ფორმატში გავმართავთ საჯარო შეხვედრას, სადაც ამ საკითხს განვიხილავთ და ჩვენ რამდენიმე ვარიანტს შევთავაზებთ, მათაც აქვს ძალიან საინტერესო წინადადებები, თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ კვანძის გახსნა, რომ ექსკლუზივი და მონოპოლია არ ქონდეს პროცესზე იმ ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ივანიშვილისადმი მართლმსაჯულების სისტემის დაქვემდებარებას. ეს არის საკითხები, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი ამ კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად შესამუშავებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გამოწვევა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა სასამართლო სისტემაში, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ იმას, რომ დამოუკიდებლობის პრობლემა გვაქვს. დარჩენილი დრო და სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ, თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად. აი ძალიან მოკლედ დავასრულებ, შეიძლება პროცესის წარმართვა იქნება ბევრი რამის მანიშნებელი და მაჩვენებელი, თუ როგორია ხელისუფლების მიდგომა, დამოკიდებულება და ზოგადად როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები და პროცესები. მოკლედ დაასრულეთ. დავასრულებ, შეიძლება, იმიტომ რომ ანუ გრძელვადიანი გამოსავალი ჩვენ თუ არ დავსახეთ, ახლა შეიძლება ამ სიას რაღაცა მოუხერხოთ ან ვერ მოუხერხოთ, მაგრამ თავარი ხომ რა არის? ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო. ამ კორპუსით ამ ამოცანის მიღწევა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ამიტომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა ამოქმედდეს ყველა დანაშაულზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ეს აღარ უნდა იყოს შეზღუდული, ეს ერთი. მეორე, უნდა დროებითი ღონისძიების სახით მოვიწვიოთ უცხოელი მოსამართლეები, რომლებსაც შემდგომ რაღაც პერიოდის მერე გადააბარებენ ისინი თავიანთ პოზიციას უკვე ქართულ მოსამართლეებს, რომლებსაც მანამდე აღზრდის იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელსაც ასევე რეფორმა ჭირდება. თორე ამ კლანს ეხა ამ სიას თუ უკან დავაბრუნებთ, შემდგომ ეს ჯგუფი წარმოადგენს მერე სხვა სიას, მაგრამ არსებითად იგივე იქნება, ხო? ისევ იქნება ივანიშვილისადმი მორჩილი სასამართლო კორპუსი, რომელიც შეასრულებს ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთას, ხელისუფლების ცვლილების მერე შემდეგი ხელისუფლების დაკვეთას და ამ ყველაფერში ზარალდება ქართული საზოგადოების ინტერესი, ვისაც სურს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. დიდი მადლობა. იმედია გვექნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. მადლობა ევროპული საქართველოს წევრს ოთარ კახიძეს, რომელიც იყო დღის ამბების სტუმარი. მე ხვალამდე უნდა დაგემშვიდობოთ წინ თქვენ გელი 17 საათზე ტელეპირველი საინფორმაციო გამოშვება, როგორ მიმდინარეობს დიდიღობში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ამას რამდენიმე წუთში თქვენ ლუკა ხაჩი